მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ წარმოგიდგენთ ახალ სერიას ღამის მონადირეების მე-6 სერია უკვე, როგორც მე ვიცი, ბოლოს წინა სერიაა და უკვე საინტერესო ფაზაში გადავედით. მოკლედ სიგიჟები მოხდება, იმედი მაქვს, ერთი კვირა გიჟივით ველოდები ამ სერიას და შეგახსენებთ, რომ მათი არხი აუცილებლად გამოიწეროთ, აღწერაში იქნება. გადადით, subscribe-ს დააჭირეთ ღელი, ასევე დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხები, კომენტარები ისინი ესენი, რავი, რაც გაგიხარდებათ, ყველაფერი გააკეთეთ მოკლედ. იმიტომ რომ ეს мотивაციაა მაგ ადამიანებისთვის და ხელი შეუწყოთ განვითარებაში. ეხლა კი ჩავრთავ სერიას პირდაპირ და წავიდა, ნახოთ რა ხდება. რა ჩაიწუილა ძმა იმენა. იქნებ და Maint da maint zbam. Ordeni. Eris სახელწოდება ორდენი, მაგრამ ხუთივე მოვილიეთ და გადავედით ახლა ორდენზე. ნიტი და შევიცით. რა ხდება? არაფერი დამელოდეური წუთი. საბუთები წარმომიდგინეთ. და რომ არ წარმოგიდგინოთ? თქვენ მოძრაობის წესები დაარღვიეთ. წარმომიდგინეთ საბუთები. იცი მე ვინა ვარ? საბუთები ბატონო. ნიკუშაო რა მილახვარი ბიჭო. იცანი ახლა? შალვა მილახვარი შვილი ვარ ბიჭო. ეხა შენი სახელი მითხარი დროზე? ჩემი სახელი რა შუაშია ბატონო? მოიცა. კანონი არ გავალდებულებს შენი სახელი რომ მითხრა? ილია გოგიტიცე. ხოდა ჩემო ილია. გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან. რა საჭიროა ესეთი საუბარი ბატონო ნიკა? რა თქვი ბიჭო? შენ მიწვიდავ როგორ ვილაპარაკო? ჩაიჯვიობა. არ იცი ბიჭო ვინ უნდა გააჩერო და ვინ არა? დღესვე გააჯვალ სამსახურიდან. დავай ნახვი ხა აქ დროზე. ოჯახი მყავს ბატონო ნიკა, ოჯახი. გავიგე და ყლეზე მკიდია მეთქი, ვერ გაიგე? თუ ოჭვალი დედა უნდა მოგიტყნა, რომ უკეთ გაიგო ბიჭო. ბატონო ნიკა. ბატონო კი არა. ლაზარო, საიდან გაიგე? მაგარი სცენა. გამახინჯა ძმა ვინ. მოიცა. მეც გამარტყი თორე ეჭვს აიღებენ. გადაარტყავს ამ. სუბნის ორლომერში ეკიპაჟი მჭირდება და სასწრაფო დახმარება. კაცია დაჭრილი თანამშრომლს თავს დაესხნებ. მაგარ მოგამში შევიდა. ემსავით ახლა სიმღერას რა. აი ნო ამ სცენით ახლა დიდად სკრიმის გამოტანა არ არის შესწავლილი. რაღაცები მაინტერესებს და საკითხზე გადავიდეთ ჯობს. ნიკა
რამე ხომ არ გინდა, მამიკო? შემეშვი რა. აა, სად არ მინდა გამოსვლა. და ნუ გამიტრაკეთ ყველამ საქმე. ბიჭო, დავამუღამე. გასაგები. იცი ქირურგს ველაპარაკე, მამა და ისაო. უკვე შეგვიძლია ოპერაციის გაკეთება, ვიცი? ხო და გამიკეთეთ. მანამდე გამოსვლელი არ ვარ. გასაგები. ეხა უკვე გასაგებია ყველაფერი. წინა სერიაში რო დამაინტერესა რა ანგარიშები ქონდათ. ეხლა ძალიან მარტივად მისაღები და გასაგები პასუხებია. სალაპარაკო მოხშენთან. მამა, მალე მითხარი, რა ხო იცი, უამრავი საქმე მაქვს, შვილო. უცბად ვერ გეტყვი, ცოტა ხანი მომისმინე. გისმენ, მამა, გისმენ, აბა, რას ვაკეთებ, კაცო? იმ ხალხიდან მონადირებმა რო დახოცეს. ხო. ერთ-ერთი ვიცანი. სკოლაში მაკითხავდა ხოლმე. ზუსტად მახსოვს. ეგ რა ხანია ჩემთან აღარ მუშაობს, კაცო, რამ გაგახსენა? მამა, ნუ მატყუე, ვიცი როდის ამბობ სიმართლეს და როდის არა. რას გატყუებ, მამა, რას გატყუებ? ხო იცი, არასოდეს მოგატყუებ, არა? რა? მოიცა, რა ვერ გაიგე შენ, ა? შენ რა გონია, ვინ დაასახიჩრა შენი ძმა, ა? ბიჭები გავაგზავნე, ვიფიქრე პოლიციაში დარეკავენ, დაიჭერენ მეთქი. რა ვიცოდი თუ ჩახოცავდნენ იქ ყველას, კაცო. ისევ მატყუებ. რა თქვი? საინფორმაციოში თქვენს რომ ყველა შეიარაღებული იყო, მამა. ამე გადი ოთახიდან. მითხარი სიმართლე. ახლავე გადი ოთახიდან მეთქი. თურმე როგორი საზიზღარი ყოფილხარ. ნიკასაც დაემართა, ყველაფერი შენი ბრალია. ფლაშ. მამიკო, მაპატიე რა. მაპატიე, გენაცო, მამიკო, მაპატიე, ხალი. მაპატიე, შენ არ მინდოდა. ანა. გასაგები. ეს ასურას და ბიჭების ნაცე. არა, იმ გოგონცემა. აზარი არა. ჩვენების ნაცემი ტიპები იყვნენ. ალურჯებები ეხლაც ეთყობათ. ელავცემა ესე. ჩაიჯვი, ბიჭო. ოიჯო. შეიძლება? მადლობა თეკ. პრობლემა ხო არ იქნება რომ გადავიღოთ. ისე ჩვენთვის. არა, არანაირი. თან სულ მინდოდა ტელევიზორში გამოჩენა. ხო და ეხლა ექსკლუზიურად შენზე გადავიღებთ სიუჟეტს. დაინახე? ამ სერიაში უნდა ვახსენო, რომ ეს ბიჭი მქონია რატომღაც ლაზარუს თქვა, ნუ გამოდვებით ამას გავიძახე. და ვერ მივედი, ვერ გავიგე, მაინც ვინ არის. როგორ ხდება ღიმილი? ბევრი ასცენები მაქვს, მაგრამ იმეც მაინც არ ვკარგავ, რომ ჩემი აზრი გამართლდეს. ვიცი, ძალიან დაიღალე ამ თემაზე საუბრით, მაგრამ მაინტერესებს როგორ გზნობს თავს თქვენი და რამე პოსტტრამვული ფობია იყიდა თუ ჩვეულებრივადაა? არა, ძალიან ჩვეულებრივადაა. მაგრამ აუ, შეგიძლიათ კამერა რო გათიშოთ? ისე მინდა რომ გელაპარაკოთ. კი, რა პრობლემაა? ერთი წუთი შევამოწმებ, ხო? გისმენთ რა მოხდა? იცით, რაღაც უცნაურადაა ეს დღეები. როგორ უცნაურად? არ მელაპარაკება. ისედაც არ ვლაპარაკობთ ბევრს, მაგრამ ახლა მით უმეტეს.
ყოველღამე გადის და სახლში დილით ბრუნდება. თვითონ ამბობს ბარში უმუშაობო, მაგრამ მე მგონია რომ რა გონია თეკლა? უკაცრავად. არა უშავს. ბიჭებო, გაიცანით, ჩემი ტოქსიკური და თეკლა. თეკლა, ისინი ჩემი ბარის მეგობრები არიან, სანდრო და ნიკო. პრივეტ ეკო. სასიამოვნოა. შევედით. ალა გვაქვს. ლენ, რაღაც უნდა გითხრა. კიდევ ყავს სტუმრები. ლენ. როგორ ხარ? ეხლავე დაახვიეთ ჩემი სახლიდან. რა მოხდა? ყელში ამოხვედით უკვე, თავი დამანებეთ რა, მეორე დაკ არ დაგინახოთ. თეკლამ დაგპატიჟა. იგივე იმას შეტე. ელენამ გასაგებად გითხრა. აი ბატონო და როგორი საინტერესო მეგობრები ყოლია ლენ. ბიჭებო, თქვენც გადაგიღოთ? რა თქვი? რაგით ბიჭებო, რა გჭირთ? გოდიშლიან. თავი დაანებე, მე ვიზავ. ჯეიმს საკაი უჩი. გეონები. ვაპირებთ გასვას, ხო? ხო. ანა? ზედა სართულიდან გაიჭდა თქვა. სულ მიკვირდა. რუსეთიდან ჩამოსვლის მერე ამდენი ფული როგორ იშოვა მეთქი. დედა ჩემი ამბობდა ღმერთი გვწყალობს. ჩემი ძმა იცი რატო დაასახიჩრეს? იმიტომ რომ მამა ჩემს გავს. მე ამანი არაღიანი ხალხი გაგზავნა და ყველა დახოცეს. ტელევიზორში თქოს ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ. კაი, ხო იცი ტელევიზიას არ უნდა დაუჯერო, არა? კაი, სულ ამჭირდება ტელევიზია. მამა ჩემო თვითონ გაიფაქტა თავი. და ახლა რას აპირებ? და ხანი შენთან დავრჩები? არ ვიცი. მე იქ არ დავგუნდები. დარჩი ჩემთან რამდენი ხანიც გინდა. ნუ ეხლა სასახლე არაა, მაგრამ იცხოვრება. ანქაურობა ყველა სასახლის მირჩენიალა. მადლობა.
ვინები იყვნენ ვერ დავამბო. ხო, კარგად. როგორც ხედავ, ყველაფერი რიგზე ვერ მიდის. ყველაფერი კარგად იქნება. რაკეთ? მიუტარეთ რელიქვიები უკან. ჯერ არა. პოლიციამ წაიღო თითის ანაბეჭდების შესახებად. და ვერაფერი ხო? მოდი დასხდეთ. მოდი. წელს პალესტინაში ჯვაროსნების მიერ დაარსებული იქნა წმინდა ლაზარე იერუსალიმელის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალური ორდენი. ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად, მწვანე ჯვრის სიმბოლოს მატარებელი ორდენი იმ პერიოდისათვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას წარმოადგენდა. თანამედროვეებმა წმინდა ლაზარეს ორდენის არმიას მე-12 საუკუნის ბიოლოგიური იარაღი უწოდეს. სულ ეს არის. არ მიყვირს რომ ვერაფერი იპოვეთ. თქვენთვის რაღაცა მაქვს. მე ლაზარე იერუსალიმელი ქრისტეს შობიდან 1000 წლის შემდეგ გამოვიქეცი რა საკუთარი სამშობლოდან თავი აღთქმული მიწის ქარებს შევაფარე. ბუნდოვანია იმ ადამიანების ბედის წერა, რომელთაც მიზნად ღვთის სამსახური დაუსახოთ. ჩვენს მახვილს უდანაშაულოთა სისხლი აწვიმს, მტერს ვჟლედთ, სისხლი გვაწვიმს, ცხენების ფლოქვების, ადამიანების ხვირილის, გალავნის მორღვევის ხმა ისმის. გამაგრდით ძმებო, ლაზარე მოდის, მტკიცე, გაუტეხილი ფარით, კეთროვანების, უბედურების, ცოდვილების მცველი. მე დავიცავობლებს, ლაზარე მოდის. მე დავუღრის სისხლს, ლაზარე მოდის. მომისმინე ჩემო რჩეულო, მომისმინე ჩემო მემკვიდრო. პატივი ეცი შენს წინამორბედებს და ნიღაბი ატარე. ნიღაბი შენი სახეა. მას თუ დაკარგავ ყველა სამიზნე გახდები. ვნებები დაითმინე. შენი სიცოცხლე არაფერია, მარადისობაში გაბნეულ ხაზებთან შედარებით. არავინ შეიყვარა. შენი ძმების და ჩაგრულების გარდა. შენ უნდა დაიცვა ისინი, ვისაც ხმა წაართვეს. მარცხნივ ფოტოები რო არის, მაინც იმ ჟურნალისტის ფოტოს ვერ ხედავ რა. ყველა ყავთ იდეაში მონიშნული ისეთი
და ფოტოში დეტექტივია. როგორც არის? იყავი ლაზარე. ლაზარე. მე ვარ. და თქვენ ამ ყველაფერს აკავშირებთ იმ ადამიანებს, ვისაც ეძებთ? პირდაპირ კავშირში. ორები დაკეტილი უცნაურია. ხალხს კითხები რომ ქონდათ გარშემო ხალხი არ არისო და თურმე მთლიანი იმას ესენი ფლობენ. ძველად ეს სასტუმრო ლონდონი იყო. საუკეთესო მთელს კავკასიაში. ეხლა ეს შენობაც და ეზოც სრულიად ცარიელი. დრო არაფერს ინდობს არა. არც ახლა დამოსულ ყვავილს, არც მოძველებულ იდეებს. როგორი ამაღელვებელია იმაზე ფიქრი, რა იყო და რა იქნება 100 წლის შემდეგ. სარდაფით სასტუმროს ნაწილი იყო? იყო. სანამ ადამიანების საწამებელ ადგილად არ გადააქციეს. სამწუხარო არა. შენ იცოდი რომ ჩემი და ქალის მამა ჩემის ძველი მეგობარი და ჩვენი საერთო მტერი ერთი და იგივე ადამიანია? ჩემი პასუხი ვერ განუგეშებს. ვინ მოკლა ის ადამიანები? პასუხი შენს კარგად იცი. ეკითხვა არ უნდა დაგესვა. არაფონ სანამ ეს მომენტი გაგრძელდება, ხა ამბიც სხვა გვირდებიან რა და ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ, მე თუ მგონია რომ ეს კაცი არის ზეთონ ლაზარუსი, ესენი რატო დაყვებიან ესეო? გავიხსენოთ რომ არც ერთს მისი სახე ნანახი არ აქვს, მხოლოდ ასურას აქვს მისი სახე ნანახი. ფოტოშორის ამ სერიაში ძალიან დამაკალდა ასურა და მგონი სპეციალურად არ აჩანენ ჯერ, იმიტომ რომ ის რო ფიზიკურად იქ იყოს, მას დანახული ყავს სახე. ეგარ გამოშვებ. რატო? ეს ბევრად მაგარი კლები გამოგვივიდა. რა იყო რისი გეშინი? მომისმინეთ. აღარ მაქვს მე რა ამ ბობოლებთან ომის თავი რა. ქვეყანა გადავარჩინოთ, რაღაცა შევცვალოთ, დავიღალეთ თქვენი ბოლო სიმღერის მერე სულ ნეკნები მტკივა, თან ცენზურა დაგვადეს. და საერთოდ მე აღარ მუშაობ. ხაბა ახლა გინდა. რა თქვენი ტრაკი საქმეა? კაი და სად გავუშვათ? იუთუბერობას მიაწეკით. გავიგე მაგარი ფული კეთდებაო. მე თქვენ არხს გამოვიწერ. იგი ჩვენი არხი გამოიწერეთ აუცილებლად მეგობრებო. შეგეხოზე ბანახ.
არხის გამოწერა უმარტივესია. ჩამოდი წითელ ღილაკს დააჭირე ხელი და არხიც გამოწერილი იქნება. ბიჭებო? ჩეკ რას იცახდა? ლიზა. ლევან. თუ გაიმეთე. ისე ამას რანაც დარტყვა ქონია. მე არაფერი არ დამიშავებია. დაწყნარდი. ჩვენ უბრალოდ სალაპარაკოთ მოვედით. კარგად დაიწყეთ ლაპარაკი კი. ვიცი რამ ხელა შრომას დებ შენ სიუჟეტში. ისიც ვიცი რამ ხელა იმედს ამყარებ. მაგრამ შეცდომაში შეგიყვანეს. იცი ჩვენ არავინ მოგვიკლავს. ეს ყველაფერი ერთი ადამიანის დადგმული სპექტაკლია. და ახლა შენი დახმარება გვჭირდება რომ ცუდი სახელი ჩამოვირეცხოთ. მართალია. ხამე დრაკულასავით ჩაცმული მე დავდივარ და ხალხს მე ვხოცავ. ბოდიში. გიყვარს თეატრი? ძალიან. მაშინ ნება მომეცი ყველაზე სკანდალური სპექტაკლი დაგიდგა. ისეთი რომელიც დასავლეთის ტელეარხებსაც დაიპყრობს. თქვენთან გადაცემაში ერთი პოლიტიკოსი დადის. ჩვენთან გადაცემაში ბევრი პოლიტიკოსი დადის. არა, ის განსაკუთრებული ფიგურაა. ხელშეუხებელი. იცი ვიზეც ვამბობ. ბოლოს როდის გადაიღეთ სიუჟეტი მის საქმიანობაზე? არ გადაგვიღია. პროსტორად ვცადე. პირადად მე. და ესე მითხეს თავზე გაიჯვიო და სამსახურიდან გამომაგდეს. და ეს თავზე გაჯმა სად არის? ისმინე. ერთი ქარხანა ქალაქიდან რო გადიხარ. მან რომ მივედი კამერა თავზე დამანეცეს. ჩემი ოპერატორი ლევანიც მანდიყო. და სამსახურიდან მარტო შენ გაგიშვეს. ხო მართლი რომ ეს ცოტათი უსამართლობაა. ხო, მაგრამ ეგ რა შუაში ამ სიუჟეტთან ან თქვენთან? მაგას გაიგებ. შენ თუ ქარხნის მისამართს გვეტყვი, კარს ჩვენ გაგიღებთ. მოდი და გადაიღე რაც გინდა. ჟურნალისტები ხომ ჭეშმარიტების მხარეს უნდა იყოთ. ასე არაა? ასე. მოდი ვაჩვენოთ საზოგადოებას, ვინაა ამ ისტორიის ნამდვილი ანტაგონისტი. და დავეხმაროთ ერთმანეთს მიზნის მიღწევაში. ცოტა დავიბერე. სექსი ვამპირი ხარ. მოითხოვე და მოგეცემაო. ბიჭო, არის ეს სიანო? რაღაც ბაზარზე რაღაცნაირად არ გამოდიო. ერთი საათი. გოგო, ვერ მზადებოდი, ბარში მივდივართო ისავე. მადლობა. თრალი ხარ ღმერთო ჩემო. ამას აქ რა უნდა? ეს კი რა უნდა? მოყევი რა მოხდა რა? ეს ახლა წამოვედი. მოიცა. რა? აი რა მოხდა მოყევი? არ მინდა რა მაგაზე ლაპარაკი, უბრალოდ თქვენთან ყოფნა მინდოდა.
კარგი რა. რა გაქვს ჩვენთან დასამალე? ხო იცი არა. თუ ჩვენი იმედი როსო შეგიძლია გქონდეს და რაღაცა. კარგი, მე შესუთავიდან დავიწყე. ანა. რაზე გელაპარაკი? რაო? მოიცა, აი სოფლელმა უნდა იცოდეს და ჩვენ არა. ვინ არის გოგო სოფლელი? რა დამიძახე? ხო რა, და ტყუილს ვამბობ რამეს? არა, სარკეში იხედები ხოლმე? უსო დამოვიწოდო. სამსახიობოზეც ვერ ჩააბარა. მე რომ მკითხო ბოზადაც არ გამუშავებდი. გოგო გაიყვანეთ ხო ცოტა ხანი რა. მაგარი ბანძი გოგო ხარ. პროსტა ამას შენ თავთან არ აღიარებ. რა გაჩერდი რა, ვაფშე ვერ ვხვდები აი ამასთან, რატო დაქალო? მოკეტე ახლა. ფუს. კაი, ბიჭო გამისცემს. კიდე ჩაარტყი ეს გეხოცე. რა მართლა ჩაარტყავ, ეგ ისე გემრიელად მოარტყავ და მაგრად გამისცემ. რა სერიაში ბევრმა აირტყა რა. ბიჭო ხოლენა დღეს რა შვებით? დღეს არ ხარ საჭირო დაისვენე. აუ კარგი რა, ცოტა ძალიან ნერვებზე ვარ და განტურთა მჭირდება. აუ ხო იცი მე პრობლემა არ მაქვს. იმან თქვა ასე. იმას მიავუხსნი, მიდი რა, ასე არ დამტოვო. აუ სულ მე როგორ უნდა მეჭმეოდეს, კაი. 7-2-7 9-9-1 ხამის 2 საათზე. 7-2-7 9-9-1? კარგი, მანდ ვარ. რა ხდება? როგორ ჩაიარა საქმე? იცით, არინა ეს პოლიციის უფროსია. არ ვარ კაცო. მესმის შალვა. ანუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ხო? უხმოდ. ცოცხალია. ვირა დეტექტივზე ამბობს, პაძელნიკი რო ყავდა იმას? რატო რა? ხალხი არ ყოფნით ბიჭო? არა, იმ დეტექტივზე მივხედავთ. უბრალოდ მეტი დრო მოგვეცია. ორმა ტიპმა რო ესროლა, წეგან ალბათ მაგ სცენაზე ამბობს რა. ის ამან მოკლაკაც, მაგითო გამიკვირდა. ვიცი, იმეც არ გამიცურებ. დეტექტივს ვინც ესროლა, წეგან BMW და რო ესროლდა. აბა? წარმატებები. უდლაკ? ო, ბატონო მინისტრო, მობრძანდით. როგორ გიკითხოთ? ესენი ნახეთ რა დღეში არიან? ხო, ნახე. ვისკის ყოდალებთ? უფ, აუცილებლად. აქეთ მობრძანდით ხოლმე. მობრძანდით. ოპა.
ასურად ამანახეთ ბიჭო. ეგრე რა. მაგის გარეშე სერიის ჭხოლა იქნებოდა ძალიან ცუდი. Ani detektivi არ არის? არა. წავედით. აი. Which mankind win მოვიდაგეთ. მოიცა. ნიღაბი დაგჭა შეჭე. აუ ბოდიში. ყალეო შენა. შეგვიძლია. აუ ტიპა რა სენა გავაფუჭა ჩემი რა ზესკულად ვიდიოზე და კაი იყო ჯიგრები. კაი შუთ კაი იყო. გიმით უყურებდი ბიჭო ჩემი იმებში ფიქრებში ვარ და ტიპა ანკანი თუ ვინ მოვიდა ანუ ვინ შევიდა ასურა რა ხოძია იმინა სტარტზია How much is it? არ ხუმრობ ლაზაროს. ოეთ წამირა. მე ბიჭი არ არის ხო? მე იმას ვეძებს, არა არის და აუ რა მეგონი მართალი ვიყავი ამდენი ხნის განმავლობაში. არ ხუმრობ ლაზაროს. მოიხსენით ნიღბები და ჩაგვარდით. ეგ არის რა ეგ როჟა რა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველას აბოლებდა. გენძმა ერთხარის რა არის აუ არ დავთ. ამ დავთო როგორ მთავრდება ჩემი კაი. აი მე ღმერთო რა დავაშავე რომ ეხლა ამ სერია დაამთავრა ამან და კიდე ერთი კვირა უნდა ველოდო ეხლა ხვალა კი რა და პარასკევს 9 საათამდე რა მოითმეს ჩემი კაი. აუ ბიჭო არ მინდა რომ დამთავრდეს რა აუ მისწორდება რა კიდევ ხომ გადავამოწმო ესე იგი ამას უთხრა ამან იდეაში რომ თვითონ მიდგომოდა იქ რა გეუნები ხემა რა ამ კადრსაც სპეციალურად გვიჩვენებენ რომ აქ ის ტიპი არ არის რა არ არის ეგ ტიპი არა ეს არის აი კამერამენი ვინც არის რა და თვითონ ის როჟა აქ როგორ არ იქნებოდა ეხლა იმენა გამოსხა ჩემი ტიპი რო იყოს ეუნები რა იმენა ვიცი რა არა всё მაინც დავბრუნდი ჩემ აზრზე არ ხუმრობ ლაზაროს ლაზაროსი არის მაგრამ ჩვენი ჟურნალისტი всё მაგ აზრზე ვარ პროსტა ასურას დანახვა დამაკლა დღეს მეტად მინდოდა ექშენში ყოფილიყო რა მოიხსენით ნიღბები და მოკლედ აგრები ხართ მეგობრებო თან მისწორდება ყურება და უბრალოდ ძალიან ბევრი მაკალდება რომ ვიჟაში მხოლოდ ერთი სერია რა და ბოლო მომენტებს ყოველთვის ისი ამთავრებ რომ ძალიან დაუკმაყოფილებრობის შეგრძნება მირჩება კაროჩე მე ამ სიმღერებს ჯერ კიდევ ვერ ვიღირსე მაგრამ შემბედნე რომ მალე დაიდებაო მოკლედ და ველოდები გიჟევით სხვა კი რა შემიძლია თქვა მოკლედ მოგვიწევს ისევ ერთი კვირა ლოდინი მეგობრებო ძალიან გაასწორა ამ სერიამ ძალიან გამისწორდა
და მოკლედ გიჟივით ველოდები წესი და რიგით ფინალურ სერიას, რავი, როგორც მე ვიცი, 7 სერია უნდა ყოფილიყო და აქედან გამომდინარე, შემდეგი სერია იქნება, არ ვიცი. იგიჟე ყველაფერი, რავი, აი ძალიან მაგარი. უკვე ველოდები მოკლედ რა. აი ყველაფერი ძმაო და წენადელმა შუტკამაც მაგრად გაასწორა. ტიბე, ნახე, სცენა გამიფუჭა აქ. ახლა იმენა მუღამში შედიხარ და ეს რასაყევი თუ ყურებ ლაზარუსი რასაყით უყურებ. აუ ბოდიში. ენაცვალეთ ბიჭებო რა. დროებით წავედი, მოკლედ გამოიწერეთ ჩვენი არხი, ღამის მონადირეების არხი და შევხვდებით ერთ კვირაში რა, აბა თქვენიცით დროებით კარგად.